როგორ შეიძლება სწორედ გამოვიყენოთ ეს სოლარული, ანუ მზის ენერგიები, იმისთვის რომ ჩვენთვის რაღაცა დადებითი სიტუაციები მოვიზოთ ცხოვრებაში. ესე იგი, მზე ყუროში რასთან არის კავშირში ხა? ჯერ გავიხსენოთ ზოგადად ეს ზოდიაქალური წყობა. თუ პირველი ნიშანი, ანუ ვერძი, ეს არის დრაივი, ეს არის იმპულსი, ეს არის რაღაცა ჩვენი შინაგანი ბავშვი, რომელსაც რაღაცა უნდა, ხო? რაღაცა იმპულსებს აყოლილია ამ შემთხვევაში და არ არის იმდენად პრაგმატული, ხო? ეს ტიპიურად ვსაუბრობთ ვერძის ენერგიებზე ზოგადად. კურო, რომელიც არის უკვე მეორე ნიშანი, უკვე რისი მომტანია. ეს არის უკვე რაღაცა გონივრული წინასწარ დაგეგმილი პრაგმატული გათვლები. ეს არის მატერიალური რესურსებისკენ მეტი ყურადღება. ეს არის დამიწებულობა, რომ ჩვენ უფრო დამიწებულები და პრაგმატულები ხდებით მოკლედ მზე რომ არის კუროში. ანუ ეხლა კარგი პერიოდია იმისთვის, რომ დაალაგოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ფინანსური მანიფესტაციები შეგიძლიათ გააკეთოთ. შეგვიძლია რომ დავუშვათ ვიფიქროთ ბიზნესის გაფართოებაზე ან წამოწყებაზე, ხო? უბრალოდ ვიფიქროთ, არ არის აუცილებელი დაიწყოთ, მაგრამ ფიქრი, ამისთვის იდეალური ენერგია, იმიტომ რომ კურო, როგორც პირველი მიწის ნიშანი, როგორც ფიქსირებული ხარისხის მიწის ნიშანი, ხო? ანუ ეს არ არის რაღაცა მუტაბელური მიწა, როგორც ქალწული და ცვალებადი, ეს არის ფიქსირებული, სტაბილური მიწის ნიშანი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს კუროს ენერგიები გამოვიყენოთ ეხლა იმისთვის, რომ რაღაცა სტაბილური ფუნდამენტი ჩავუდოთ ჩვენ ცხოვრებას, ჩვენს მომავალს. და რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი დღე ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ შევხვდათ ხვალიდელი, ზეგინდელი და ასე შემდეგ. ხო, ანუ რა ქმედებებიც იქნება ჩვენი მხრიდან დღეს, ამას ექნება გავლენა ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ჩვენს მომავალზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს კუროს ენერგიები, ხო, მზე კუროში ზუსტად მაგაზე გვაფიქრებს, რომ მე რამდენად პროდუქტიული ვარ მატერიალური თვალსაზრისით, მე რამდენად რაღაცა უსაფრთხო გარემოს ვიქმნი იმისთვის, რომ ვიყო მშვიდად მე რამდენად მომთმენი ვარ. იმიტომ რომ კურო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მომთმენ ნიშნად, ხო? ამიტომ ეს მოთმინება, ეს რაღაცა პრაგმატიზმი, რა თქმა უნდა, ეს მატერიალური კომფორტის სიყვარული, ეს რაღაცა ჰედონიზმი, ეს საკითხები, ეს ყველაფერი მოდის ახლა წინა პლანზე და ჩვენ შეგვიძლია რომ მზის ეს ტრანზიტი ჩვენთვის დადებითად წარმართოთ.